მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ნინო კანდელაკი. მოგესალმებით ნინო და მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. მადლობთ რომ მომიწვიეთ. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა ეხება ბავშვებს, ბავშვის აღზრდას, მოზარდობის ასაკს და ყველა იმ პრობლემას, რაც გვაკავშირებს ბავშვთან. ზოგადად ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანს, რაც გააჩნია, არის შვილი, ბავშვი, მომავალი თაობა, იმიტომ რომ თითქოს მაგისთვის საზრისიც ჩვენი ცხოვრების ხშირად არის ის, რომ გავზარდოთ ღირსეული შვილები, რომ მოვესწროთ და დავინახოთ მათი სიკეთე და ბედნიერება, მათი ღვთისმსიყვარული, წესიერება. ეს არის მშობლისთვის მე მგონი ყველაზე დიდი ბედნიერება. და ყველაფერს აქვს წესები, რა თქმა უნდა და ალბათ ბავშვის აღზრდასაც. აი ხომ ვერ გვეტყოდით ამ წესების შესახებ, თუ რა უნდა დავიცვათ, რა უნდა შევასრულოთ, როდესაც გვაქვს საქმე ბავშვთან. კი ბატონო, პირველ რიგში მე როგორც პრაქტიკოსი, ფსიქოთერაპევტი მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ წინა წლებთან შედარებით ძალიან აქტიურად არიან ჩართულები უკვე მამებიც. წინა წლებში უფრო დედები იყვნენ ჩართულები, როცა მოდიოდნენ ფსიქოლოგთან. ეხლა ტესტირების შედეგებზე, როცა გაცნობაზე ვიბარებ ხოლმე, ყოველთვის მოდიან მამებიც. ეს არის ძალიან სასიხარულო ფაქტი, იმიტომ რომ შეთანხმებულად თუ არ მოქმედებს დედა და მამა და ეს აღზრდის წესები, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, მართლა ამაზე თუ არ შეთანხმდა ორივე, ისე ის შედეგი არ გვექნება, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია. ხა ფსიქოთერაპევტები სულ გვირჩევენ აი ამ წესებს და პრინციპში მე ჩამოყალიბდა ესეთი 17 წესი, რომელიც ყველაფერს მოიცავს, რაც აუცილებლად ყველა მშობელმა უნდა იცოდეს. მე მინდა რომ პირდაპირ მივყვეთ ამ წესებს და ორი-ოდე სიტყვით განვმარტოთ. აი პირველი ესე ჟღერს. თუ ბავშვს განუწყვეტლივ გავაკრიტიკებთ, ის ისწავლის სხვის განკითხვას. ანუ რაზეა აქ ლაპარაკი? ლაპარაკი იმაზე, რომ თუ სულ აქცენტი აღზრდის დროს გვექნება განკითხვაზე, გაკრიტიკებაზე, სულ ცუდს დავინახავთ ბავშვის აქციელში და სულ ვეძებთ, რაზე გავაკრიტიკოთ, ამას ვასწავლით ბავშვს. ყველაფერს ჩვენ ბავშვობაში ვსწავლობთ, ჩვენ მოვდივართ ჩვენი ბავშვობიდან და რო ისდება ასეთი ადამიანი, თვითონაც ორიენტირებული, ანუ აღარ აქვს პოზიტიური აზროვნება, თვითონაც ორიენტირებულია დაინახოს ვინ, რაში გააკრიტიკოს, სად არის ცუდი, რა სად მისცეს შენიშვნა და ასე შემდეგ. და ასეთი ადამიანის გვერდით არავის არ მოუნდება ყოფნა, ხო? ხო. მეორე შემდეგი წესი, თუ ბავშვი იზრდება შიშში, ის ისწავლის, რომ ყველაფრის ეშინოდეს. ანუ რაზეა ახლა აქ ლაპარაკი, რომ მუდმივად რო აშინებენ ბავშვებს. იქ თქვათ პოლიცია მოვა, თუ გუდიანი კაცი, თუ არ ვიცი 1000 ხა ეს ჩვენ დროს იყო და ეხლა ცოტა სხვა თემებია კიდე რითიც აშინებენ. და სულ შიშია, ხო, რაღაცით. და ამ ატმოსფეროში იზრდება, რომ არის შეშინებული და სულ რაღაცის ეშინია. ფაქტობრივად ამით ვასწავლით, რომ მთელი ცხოვრება ეშინოდეს. სულ სხვადასხვა რაღაცების და ეს არ გამოილევა, სულ ექნება რაღაცის შიში. იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველა სტრატეგიას ჩვენ ვსწავლობთ ბავშვობაში და ამ პროგრამებით მე ვცხოვრობთ მთელი ცხოვრება. შემდეგი მესამე წესი, თუ ბავშვი იზრდება მტრულ გარემოში, ის ისწავლის აგრესიულობას. რას ნიშნავს მტრული გარემო, რა იგულისხმება ამაში? როდესაც არის ოჯახში დაძაბულობა, კონფლიქტური სიტუაცია, არ აქვს მნიშვნელობა ეს არის ვთქვათ ცოლსა და ქმარს შორის თუ ვთქვათ რძალსა და დედამშვილს შორის ან სიძესა და ვთქვათ სიდეთს შორის არ აქვს თუ რძალი თუ მული ამას მნიშვნელობა არ აქვს ვის შორის არის ეს დაძაბულობა და კონფლიქტური სიტუაცია სულ რომ ეს არ გამოითქმებოდეს და ხშირი ჭხუბი არ იყოს მაგრამ იყოს დაძაბულობა და ამას ბავშვი ემოციურად გრძნობს. ეს ვიცით უკვე დიდი ხანია დამტკიცდა, რომ დედის მუცელშიც კი ემოციურად ყველა ინფორმაციას თვითონ სიტყვებს ჯერ არ იცის, რა თქმა უნდა, სიტყვების მნიშვნელობა რა ემოციურად ყველაფერს გრძნობს. მუცელშიც კი და რო დაიბადება, მერე მით უმეტეს, ხო? ოდნავ თუ არის ისა, ოჯახში ესეთი მტრული ან დაძაბული გარემო ან კონფლიქტური ეს ბავშვი აისახება ბავშვზე და ფაქტობრივად ამას სწავლობს. და მე თვითონ არის აგრესიული. და ხშირად აი აგრესულობის მიზეზი, ბევრი მიზეზია, თქვათ რომ მოდიან ჩივილებით, მშობლები რა ჩემი შვილი აგრესიულია. ეს ბევრი მიზეზია. ამისი, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი არის, რა თქმა უნდა, ეს რომ რაც ნახა, თქვათ
თუ კონფლიქტია, პირდაპირ სწავლობს ამ ჭუბს და კონფლიქტს და აგრესიულობას და დაძაბულობასაც კი პირდაპირ იღებს და ფაქტიურად სწავლობს. შემდეგი მეოთხე, თუ ბავშვი შეცოდების გარემოშია, ის სწავლობს საკუთარი თავის ზედმეტ შეცოდებას. ხა რაზეა ლაპარაკი, ნახეთ, თუ ბავშვს მუდმივად ეუბნებიან, რომ აი შესაწყალო რაღაცა შენ ის არა გაქვს, თუ მამა არა ყავს, თუ რაღაც, არ ვიცი, 1000 თემა შეიძლება იყოს, ხო, რომ აი სულ ბავშვი გძნობს, რომ ის ცოდოა და სულ ამას ეუბნებიან კიდევაც. ანუ ის ამას სწავლობს და მთელი ცხოვრება აქვს რა, რომ ზედმეტად ეცოდება თავის თავი და არაცნობიერად უკვე გადადის მსხვერპლის როლში. თუ მსხვერპლის როლშია ადამიანი, ის აუცილებლად მოიზიდავს ტირანს მის ცხოვრებაში. აუცილებლად. ეს იქნება ქმარი თუ სამსახურში უფროსი თუ ასე შემდეგ. ამას უკვე სიტუაციის მიხედვით, ხო? და სხვა შორის ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა ამერიკაში. სხვადასხვა ციხეებიდან გამოიყვანეს ჯიბის ქურდები. და ყველას ცალ-ცალკე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აჩვენეს ერთი და იგივე კადრი. დოკუმენტური კადრი იყო გადაღებული, ქუჩაში მოდიოდა ხალხი. და ყველას დაუსვეს ერთი და იგივე შეკითხვა, რომ აი ამ ადამიანებიდან თქვენ ვის გაქურდავდითო? და ყველამ ერთს დაადო ხელი. ერთ ადამიანს ამით კიდე ექსპერიმენტულად დამტკიცდა, რომ ადამიანი ასხივებს ამ თავის შინაგან მდგომარეობას. სულ არ ილაპარაკოს არაფერი, ეს ენერგეტიკულად, როცა ამ როლში ხარ, თქვა მსხვერპლის როლში და ზუსტად ეს დამტკიცდა ამ ექსპერიმენტით, რომ შენ სამყაროში ამ მესიჯს აგზავნი. და ის, რა თქმა უნდა, ვინც იმ როლშია, მოძალადის ან ტირანის, ამას იჭერს. ეს არაცნობიერი პროცესებია და რა თქმა უნდა, იზიდავ ამ სიტუაციებს, რომ გატკინონ გული, დაგჭაგრონ და ასე შემდეგ, ხო? და ეს ყველაფერი იდება ბავშვობაში. ზუსტად ამაზეა აქ ლაპარაკი. თუ ბავშვი იზრდება დაცინვის გარემოში, ის ხდება ზედმეტად მორცხვი. სიმორცხვე რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ აქ ლაპარაკია ზედმეტ სიმორცხვეზე. და ამას თურმე ვასწავლით იმითი, რომ დაცინი ბავშვს. ანუ ხშირად არის ხოლმე, რომ რაღაცა თუნდაც მშობლებისგან რო ეუბნებიან ბიჭებს განსაკუთრებით, რომ არ გცხვენია, გოგო ხო არა ხარ, გოგოსავით იქცევი, თქვათ ეს ან უფროსი ბავშვები და ძმები პატარებს დასცინიან, ან ნათესავები, რა ვიცი, ხშირია ეს აი დაცინვის ობიექტი, რო ხდება ბავშვი. და აი იმ შემთხვევაში ბავშვი სწავლობს ამას, რომ ხდება ზედმეტად მორცხვი და რაღაცა რომ უნდა ცხოვრებაში, ვეღარ აკეთებს, თუნდაც აი თქვათ ბიჭია და მოეწონა გოგონა, ცხვენია რომ თავის გრძნობებზე ესაუბროს, ან თქვათ სამსახურში შეუულია რომ ცოტა წინ წავიდეს, ცხვენია თავის თავს უკან აყენებს, ხო? აი ამას ყველაფერს ვასწავლით თურმე ბავშვობაში. მეექვსე, თუ ბავშვს მუდმივად სხვას შევადარებთ, ის ისწავლის შურს. აი ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ბავშვი შევადაროთ ან დას, ან ძმას, ან მეზობელს, ან კლასელს, ან მეგობარს, მხოლოდ თავის თავს. როგორც კი სხვას ვადარებთ, იმ წუთას უჩნდება იმ ბავშვის შური. ანუ შური, ვასწავლით ამისი შურს, რომ გაიზარდოს შურიანი ადამიანი. და მე მგონი ყველაზე ესეთია მძიმე ეს შური და ამძიმებს ჩვენს სულს. წმინდა მამები ამბობენ, რომ აი თუ შურიანიაო ადამიანიო, მაშინ ეს მკვლელი იღუძებსო, იმიტომ რომ ვისიც გშურსო, ანუ ფიზიკურად მოკლავ იმ ადამიანსო, ან გულში მაინც გაივლებ, რომ ნეტა მოგტესო, როცა აი ამითი შემპყრობილი ხარ და ну საშინელებაა. ანუ ამას თურმე ვასწავლით იმითი, რომ სულ ვადარებთ ბავშვს სხვას და პირდაპირ ასწავლი როგორ გახდეს შურიანი. ამიტომ არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ დაასადარებენ ძმას, კლასელს. მხოლოდ თავის თავს ეუბნები, რომ აი შენ დღეს ეს თქვათ უკეთესად გააკეთე, ვიდრე გუშინ და ხვალ დარწმუნებული ვარ, რომ კიდე უკეთესად შეძლებ. ანუ აქაც სულ აქცენტს ვაკეთებთ კარგზე. თუ შეეშალა რაღაცა და თქვათ არ გამოუვიდა კარგად, ან ვერ მოიქცა კარგად, რა თქმა უნდა, ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას და ვეუბნებით, რომ ესე კი არა ჯობია ასე და შენ ეს შეგიძლია. ანუ არ ვტოვებთ იმაში, ხო? კიდე მომავალში უჩვენებთ მის საუკეთესო ვარიანტს, მის განვითარებულ ვარიანტს და არავითარ შემთხვევაში სხვას არ ვადარებთ, ისევ თავის თავს, აი რა შეძლო დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
შემდეგი მეშვიდე წესი, თუ ბავშვი იზრდება სირცხვილის გრძნობით, ის სწავლობს იყოს ყოველთვის დამნაშავე. აი სირცხვილი, სულ რომ არ ცხვენენ. არ ცხვენია როგორ მოიქეცი, არ ცხვენია ის როგორ გააკეთე. აი სულ თვითონ ამ სიტყვასაც რო ხშირად ეუბნებიან ხოლმე აღზრდაში, ეს ძალიან ხშირია. სულ შერცხვენის რეჟიმში როა ბავშვი, რომ ის სულ შერცხვენილია და ამითი სწავლობს, რომ სულ იყოს დამნაშავე. და ეს უკვე ვერც აცნობიერებს, ყველა სიტუაციაში მე თავის თავში ეძებს ზედმეტად ისე რომ იქ მართლა არ არის დამნაშავე, მაგრამ ეს რახან ბავშვობიდან აქვს ეს ქცევის ესეთი ჩაბეჭდილი. მე სულ უკვე ყველა სიტუაციაში თავი გონია დამნაშავე და ისევ გადადის სხვაის როლში, რაც ჩვენ ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ. და ისევ უკვე იზიდავს ამ სიტუაციებს, სადაც მართლა დაუმსახურებლად ტკენენ გულს და ასე შემდეგ. შემდეგი არის თუ ბავშვი იზრდება თანადგომის ატმოსფეროში, ის სწავლობს იყოს თავის თავში დაჯერებული. ნუ ეს აი მართლაც რომ აუცილებელია, მუდმივად რო გრძნობდეს ბავშვი, რომ თანადგომა ოჯახში, ის გვერდით არიან, უგებენ და ამით ისწავლობს, რომ ჯეროდეს თავისი ძალების და დარწმუნებული იყოს თავის თავში, თორე ისე ვერაფერს ვერ მიაღწევს ხო ცხოვრებაში, შეუძლებელი. შემდეგი არის ესეთი წესი, რომ თუ ბავშვი იზრდება ქებაში, ის სწავლობს იყოს მადლიერი. აი ეს მადლიერება მე ჩემი აზრია და მე მგონი არა მარტო ჩემი, რომ იმ თავარი თვისებაა ალბათ ადამიანის, აი რაღაც რომელიც აი თითქოს ასხივოსნებს ადამიანს ეს მადლიერება, რომ რაც გაქვს, რომ იმითი შეგიძლია რომ იყო მადლიერი და ამ დროს ყოველთვის მეტი მოგეცემა. თუ გაქვს უნარი, რომ კარგი დაინახო და იმითი მადლიერი იყო, რაც გაქვს. და თურმე ამას ვასწავლით ამ თავართვისებას ჩემი აზრით ადამიანში, იმითი რომ ვაქებთ. ოღონდ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლება დაუმსახურებლად შეაქო ბავშვი. ის კიდე სხვა არაჯანსაღ სცენარულ როლებს იწვევს, როცა დაუმსახურებლად აქებ. არა, აქ არის ლაპარაკი, რომ რაც გააკეთა, იმაზე აქებ. და ყოველთვის თუ მშობელი ორიენტირებულია იმაზე, რომ ეს კარგი დაინახოს, ყოველთვის იპოვის მიზეზს, როცა რეალურად რაღაცაზე შეაქოს. დაუმსახურებლად კი არა, მართლა რეალურად. და თუ ორიენტირებული ხარ კრიტიკაზე, ყოველთვის იპოვი მიზეზს, რომ გააკრიტიკო, ხო? ამიტომ ჩვენი ხედვაა მთავარი. როგორი თვალებით უყურებთ ბავშვს, ვიღებთ უპირობოდ, ვერ ვიღებთ, აი ხა შემდეგში იქნება ამ უპირობო სიყვარულზე და აი ქება, პირდაპირ აი ვურჩიოთ მშობლებს, რომ არ დაენანოთ ეს ბავშვებისთვის. უყურთ რეალურ რაღაცაზე, რაც მართლა კარგად გააკეთა და ყოველთვის რაღაცაზე კარგად. ანუ ქცევაზე. ხო, ქცევის კი, რომ შევაქოთ. აი ეს იწვევს იმას, რომ გაიზრდება მადლიერი და სულ ჩაებეჭდება ეს მთელი ცხოვრება, ეს უნარი და ეს ფაქტობრივად პოზიტიური ხედვაც არის, ხო, რაც ამდენს ლაპარაკობენ ახლა ყველგან. მადლიერების გრძნობა მთავარია, მე ვთვლი, რომ ეს სულისთვის გადამრჩენელი და აუცილებელია. შემდეგი ეს არის, თუ ბავშვი იზრდება დათმენის ატმოსფეროში, ის სწავლობს იყოს ზედმეტად მომთმენი. მოთმინება ეხლა ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანული სათნოებაა, მაგრამ აქ ლაპარაკია უკვე ფსიქოლოგიურ პრობლემაზე, ზედმეტად რო ითმენ, ის რაც არ არის მოსათმენი, ის რაც ეხება შენი ღირსების გრძნობას და შენი ღირსება შეურაცხყოფილი, მაგრამ შენ მაინც ითმენ, ხო? ისევ აი მსხვერპლის როლზე რო ვთქვით, იგივე მივდივართ ამასთან და აი ნახეთ, აი დათმენის ატმოსფეროში, რას ნიშნავს დათმენის ატმოსფერო? ისეთ სიტუაციაში იზრდება, რომ სულ რაღაცას ათმენიებენ. არ გაიქცე, არ იყვირო, არ წაიქცე, არ ირბინო, მეზობლებს შეაწუხებ, ქუჩაში. არ ვიცი, სულ ეს არის. მით უმეტეს ხო ძიძებთან არიან ბავშვები და იგივე ჩემ ეზოში რო ჩავდივარ ხოლმე, ხო იქ სულ ძიძებს ყავთ ხოლმე ეს ბავშვები გამოყვანი და სხვისი შვილი რო არ კიდე ჩაბარებული, გათმაგათ პასუხისგებლობა ის არის, ხო და საერთოდ არა აძლევენ ბავშვებს გაქანების საშუალებას, რო ან გაიქცნენ, ან სადღაც აძვრენ,
აი სუდათმენის და უბრალოდ ვერ უძლებ ხოლმე, მინდა რომ ეს სწრაფად ჩავიარო და წავიდე ხოლმე, იმდენად ეს ბავშვები არიან მართლა დათმენის ატმოსფეროში, იმიტომ რომ ხა ის იმათიც მესმის, რომ სხვისი შვილი გასაგებია, მაგრამ ბავშვი ძალიან ზიანდება. ბავშვი სარაცნობიერში უკვე მიდის მესიჯი, რომ იმან სულ უნდა მოითმინოს. თან ის რაც არ არის მოსათმენი. ის რაც ბუნებრივია, რომ გაიქცეს ბავშვი. შემდეგი უკვე ვართ ჩვენ მე-11 წესზე. ეს არის თუ ბავშვი იზრდება მოწონების ატმოსფეროში, ისწავლობს თავის მოწონებას. ესე იგი, ეს ყოველად აუცილებელია, რომ მუდმივად ადამიანს მოწონდეს თავი, იღებდეს თავის თავში ღვთის ხატებას ხედავდეს, იღებდეს თავის თავს ისეთს, როგორიც არის, იმიტომ რომ შენ თუ შენ თავს იმ მომენტში როგორიც ხარ ვერ იღებ, ვერც განვითარდები, ვერც წახვალ უკეთესობისკენ. ჯერ უნდა მიიღო ის მოცემულობა, რაც არის, რომ მერე განვითარდე და წახვიდე ცვლილებებისკენ და უკეთესობისკენ შეიცვალო და ეს უკეთესობისკენ ცვლილება ეს აუსრულებელი პროცესია. მაგრამ ეს ცვლილებები ვერ დაიწყება თუ არ მიიღე შენი თავი, ხო? მთლიანად და თუ არ მოგწონს შენი თავი. აი ამ მოწონებას ყველაფერს ვასწავლით ბავშვობაში. ზუსტად ამაზეა ლაპარაკი, რომ მოწონების ატმოსფეროზე როა საუბარი. ეს მოწონების ატმოსფერო ზუსტად ამას ნიშნავს, რომ სულ უნდა გრძნობდეს ბავშვი, რომ ის არის საჩუქარია მოჯახის. ის ძალიან მოწონთ, ძალიან უყვართ, იღებენ ისეთს, როგორიც არის. აი ყოველ წუთას ამის შეგრძნება უნდა კონდეს. შემდეგი თუ ბავშვი იზრდება გარემოში, სადაც მის პიროვნებას აღიარებენ, ის სწავლობს დაისახოს მიზნები და მიაღწიოს მათ. ეხლა ნახეთ. ეს იშვიათად არის ხოლმე, რომ სულ დაბადებიდან მოექცნენ ბავშვს როგორც პიროვნებას. ძირითადად არ ითვალისწინებენ ხოლმე და გონიათ, რომ ჯერ პატარაა. ამ დროს დედის მუცელში ის უკვე პიროვნებაა. მაგრამ ესეთი მიდგომა არ არის ხოლმე. სულ უნდა გრძნობდეს ბავშვი, რომ მას როგორც პიროვნებას ისე ექცევიან და ისე ესაუბრებიან მეგობრულად და მისთვის გასაგებიანით, რა თქმა უნდა. და თურმე აი თუ ეს თუნდაც აი უბრალო მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რომ ტანსაცმელი, თქვა 3 წლის არის ბავშვი და პირდაპირ ერთი მიდგომა ესეთი რომ დაუდებენ და მე რასაც გეტყვი შენ ის ჩაიცვი, შენ ვინ გეკითხება და არის მიდგომა რომ აქვს ბავშვს უფლება რომ აარჩიოს. აქ უკვე გრძნობს რომ პიროვნებაა. და მას რაღაცას ეკითხებიან, ითვალისწინებენ. ამას ეჩვევა და მე მართლაც შეუძლია ის დაისახოს მიზნები, მიაღწიოს, არის თავის თავში დაჯერებული. შემდეგი თუ ბავშვი იზრდება მიმღებლობით ატმოსფეროში, ის სწავლობს სიყვარულს. მიმღებლობითში იგულისხმება ზუსტად უპირობოდ მიღება. და ჭეშმარიტ სიყვარულს ესე განმარტავენ, რომ ჭეშმარიტ სიყვარული არის, როდესაც ადამიანს შეუძლია სხვა ადამიანი მიიღოს უპირობოდ, ისეთი როგორიც არის. არანაირ პირობებს არ უყენებს. იღებს მთელი თავის ნაკლოვანებებით, კარგი თვისებებით, აი მთლიანად ისეთი როგორიც არის. და სიყვარული არის თერაპიული გრძნობა. რას ნიშნავს ეს? თუ წლების მანძილზე ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ორივე იცვლება უკეთესობისკენ, იმიტომ რომ თვითონ ეს გრძნობა თერაპიულია. აი იგივე ბავშვთა აღზრდასაც რა თქმა უნდა ეს ეხება, რომ თუ შენ უპირობოდ იღებ ბავშვს, ისეთი როგორიც არის, ის აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ. და ნამდვილი სიყვარული ეს არის, უპირობო მიღება, თორე ხშირად არის, რომ ემშობელი ეუბნება, რომ თუ შეჭამ საჭმელს მეყვარები, თუ არ შეჭამ არ მეყვარები, თუ კარგად ისწავლი მეყვარები, თუ არ ისწავლი არ მეყვარები. პირდაპირ ეუბნებიან ამას. და ეს ბავშვის არაცნობიერს ფილტრი არ აქვს, პირდაპირ იღებს და როგორც აი იწერება ეს მის არაცნობიერში და ის სწავლობს უპირობო სიყვარულს ვერ სწავლობს. ისიც სწავლობს, რომ ვიღაცა უნდა უყვარდეს პირობით. და ისიც მე ესეთ პირობებს წაუყენებს თავის ცოლს თუ ქმარს თუ შვილს, ხო? ანუ ვერ სწავლობს ჭეშმარიტ სიყვარულს. ეს რას ნიშნავს? არ იცის. და ამიტომ მე რო ქმნიან ოჯახებს, ბევრი უთანხმოება არის ხოლმე, რომ არა აქვს ნასწავლი ბავშვობაში, ეს უპირობო სიყვარული, რაც იმთავარია, ხო? შემდეგი, თუ ბავშვი იზრდება თანაგრძნობის გარემოში, ის სწავლობს დიდ სულოვნებას. ნუ თანაგრძნობა, ნახეთ,
სულ უნდა იყოს ბავშვი დარწმუნებული, რომ თანაუგრძნობენ და ყველაფერში გაუგებენ. და ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ აი სკოლაში რაღაცა მოხდა და ბავშვმა იცის, რომ ვერ გაუგებენ სკოლაში და ვერ ყვება, მალავს. ხშირად ამ დამალვით ბევრი ტრაგედიაც კი მომხდარა მე, იმიტომ რომ ბავშვმა თავის დროზე დამალა რაღაცა ვერ თქვა, იმიტომ რომ არ ქონდა იმედი, რომ გაუგებენ და თანაუგრძნობენ და მე ამას მოყვა და რაღაც ცუდ შედეგამდე მივიდა. ანუ ყველა სიტუაციაში რაც არ უნდა შეემთხვეს ბავშვს, რაც არ უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში. მუდმივად, შინაგანად, სიმშვიდე უნდა კონდეს, რომ მას გაუგებენ და თამამად შეეძლოს ოჯახში მისვლა. ხშირად არის შემთხვევები, რომ ვერც მიდიან სახლში, იმდენად არ აქვთ იმედი, რომ აი რაღაცაში გაუგებენ და სადღაც იმალებიან და 1000 ის მოყვება ხოლმე მე ამას. ამით ისწავლობს დიდ სულოვნებას, რაც თავარია, ხო? რომ შენ მე უკვე შეგეძლოს გაუგო სხვა ადამიანს, შენ თვითონ იყო თანამგრძნობი და ასე შემდეგ. მე-15 ესე ჟღერს, თუ ბავშვი იზრდება პატიოსნებასა და სამართლიანობაში, ის სწავლობს კეთილისა და ბოროტის ერთმანეთისგან გარჩევას. ეხლა ნახეთ, აქ პირველ რიგში რაზეა ლაპარაკი, რომ პატიოსნების და სამართლიანობის მაგალითი უნდა მისცეს პირველ რიგში მშობლებმა. და ოჯახის წევრებმა, მაგრამ პირველ რიგში მშობლებმა, იმიტომ რომ მშობელი არის ბავშვისთვის სიმბოლო, იგივე პატიოსნების, სამართლიანობის, სიკეთის, სიყვარულის, ყველაფერი დადებითის, ხო? და როცა ბავშვი ხედავს, რომ თვითონ მშობელი იქცევა უსამართლოდ ან რაღაცა, აი აქ სულ ელემენტარულ იმეებზეა ლაპარაკი, პატარა დეტალებს, ყველაფერს იჭერს ბავშვი, რომ აი თუნდაც თქვათ ავტობუსში ავიდნენ ერთად მშობელი და შვილი და არ აიღო ბილეთი დედამ. და ბავშვი ეუბნება, რომ დედა აიღე ბილეთი. არა უშოქებს. ხო? ბავშვს თავზე დაემხო მთელი სამყარო. თუნდაც აი პატარა დეტალი, თუ მისთვის დედა იყო სიმბოლო სამართლიანობის ყველაფრის და უცებ ესე მოიქცა, ხო? უკვე ვეღარ გაარჩია სიკეთე და ბოროტება. უკვე ვეღარ გაიგო თეთრი და შავი და რო იზრდება, იმიტომ აქ ლაპარაკი, რომ იზრდება, მე ვეღარ არჩევს სიკეთეს ბოროტებისგან, იმიტომ რომ ბავშვობაში ეს დაერღვა, რაც იყო ამ ყველაფრის სიმბოლო, ნახა რომ თქვათ იქ უკვე სხვა ისინი წამოვიდა მესიჯები, ასე ვთქვათ, ხო? ან თუნდაც აი პატარა მაგალითი ვთქვათ სახში, ვთქვათ ტელეფონი რეკავს და დედა ან მამა ეუბნება შვილს, რომ შენ ახლა ეს აიღე და უპასუხე, რომ მე სახში არა ვარ. აი პატარა სულ დეტალი, ხო? თითქოს არაფერი, მშობელმა შეჩათვალოს, რომ ეს არაფერი არ არის. მაგრამ ბავშვს უკვე აი დაენგრა სამყარო. იმიტომ რომ აი ის წარმოდგენა სიკეთეზე, რომელიც იყო მშობლის სიმბოლო, დაინგრა. მოიტყუა მშობელმა, ხო? ანუ თითქოს ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან პატარა დეტალებია და ამას როგორ შეიძლება რომ კონდეს ისეთი დიდი მნიშვნელობა. ზუსტად ამ დეტალებს აქვს თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელიც მთელ შემდგომ ბავშვის ცხოვრებას განსაზღვრავს. ეცოდინება მას სიკეთის და ბოროტის და თეთრის და შავის გარჩევა, თუ ეს გაუჭირდება. შემდეგი ესეთი წესია, თუ ბავშვი იზრდება ნდობის ატმოსფეროში, ის სწავლობს ჯეროდეს საკუთარი თავის და გარშემო მყოფების. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვენდოთ ბავშვს ყველა ასაკში. თურმე რაც უფრო ენდობი ბავშვს და სხვა შორის დიდ ადამიანსაც, იგივე ცოლ-ქმარსაც ეხება ეს, ხშირად დგას ხოლმე ეს თემები, რაც უფრო ენდობი, მით უფრო უკეთესად იქცევა ბავშვი და დიდიც, მაგრამ განსაკუთრებულად ბავშვს ეხება. და რაც უფრო არ ენდობი, პირიქით არაცნობიერად, ამითი შეიძლება უფრო ცუდად მოიქცეს. იმიტომ რომ შენ ნდობას ის ვერ იმსახურებს და ბავშვი ესეა მოწყობილი, რომ შენ რა სახელსაც ეძახი, არაცნობიერად ის ცდილობს, რომ ეს სახელი გაამართლოს. თუ დაუძახებ, რომ უზდელი ხარ, ცუდი ხარ, ზარმაცი ხარ, ის გაამართლებს ამ სახელს. ამიტომ სახელიც ყოველთვის უნდა უთხრათ, რომ შენ კარგი ხარ, სულ კარგი მითი შევამკოთ სახელებით, უბრალოდ თუ რაღაცა მისათითებელია ქცევაზე ვეუბნებით, რომ ეს საქციელი, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, ჯობია რომ ასე, მაგრამ შენ კარგი ხარ, რომ სულ არაცნობიერად იმ თავის კარგ პოზიტიურ სახელს დაემსგავსოს. ეს ყველა ბავშვს აქვს, რომ ის სულ არ უნდოდეს, მაინც იმ ცუდ სახელს დაემსგავსება, რასაც შენ ეძახი. და რომ ენდობი, ამითი კარგისკენ
არაცნობიერად ხდება. უფრო და უფრო კარგად მოიქცევა, რომ ისევ შენი ნდობა დაიმსახუროს, ხო და ეს ხშირად არის, რომ არ ენდობიან ხოლმე ბავშვებს და ამით პირიქით პროვოცირებას უკეთებენ, რომ რაღაცა ცუდი გამოიწვიონ და აი მე ხა მახსოვს ერთი კლიენტი ჩემი მიყვებოდა ქალი, რომ მე და ჩემი დაო ძალიან კარგი ბავშვები ვიყავითო, კარგად ვსწავლობდითო, მოწესრიგებული სკოლაში ყველაფერი, აბსოლუტურად. მაგრამ არასდროს არ გვენდობოდაო დედაო და იმდენად არ გვენდობოდაო, რომ სკოლაში რომ წავიდოდითო, ვხედავდითო, რომ ჩუმად ფანჯრიდან იყურებოდა, მივედით თუ არაო. ანუ ყველაფერში გვამოწმებდაო და ეს იყო იმხელა ტრავმა ამ ადამიანისთვის. აი ნუ საშინელი ძალიან უჭირდა მე თვითონ ნდობა. ანუ ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი. ამიტომ აი აუცილებელია რომ ვენდოთ ბავშვს. ეს სულ პატარა წვრილმანებით იწყება, სულ პატარა რაღაცები და მე ეს გადადის დიდ ნდობაში და უკვე ძალიან ვეხმარებით ამითი რომ ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. და ვასწავლით ამ ნდობას. და მე ნახეთ აი იმიტომ წერია რომ მეერეო რომ იზრდება ბავშვიო ის სწავლობს რომ ჯეროდეს საკუთარი თავის და გარშემომყოფებისო და ანუ ამითი ვასწავლით რომ მას უკვე შეუძლია ენდოს სხვა ადამიანს. ეხლა წარმოიდგინეთ და სამყაროს არა მარტო სხვა ადამიანს თავის თავს სხვა ადამიანს სამყაროს და ღმერთს. და ნახეთ თუ ეს ბავშვობაში არა აქვს ნასწავლი ნდობა წარმოიდგინეთ, თქვა დაოჯახდა ადამიანი, გათხოვდა, ცოლი მოიყვანა და ვერ ენდობა თავის მეორე ნახევარს. ნუ შეუძლებელია ასეთი ადამიანის გვერდით ცხოვრება, იმდენად გაუსაძლისია ეს, ურთულესია, ნუ არ ვიცი ამას ვინ გაუძლებს, იმიტომ რომ თავარი საფუძველი ხო ამ ცოლქმრობის ეს არის რა მეგობრობა, ნდობა, პატივისცემა, სიყვარული და თუ ეს ნდობა არ არის, რაზე უნდა დაშენდეს ეს ყველაფერი ხო? ამას ვასწავლით ბავშვობაში, იმითი რომ ჩვენ შვილებს ვენდობით. თითქოს მარტივია, მაგრამ აი განსახორციელებლად არც ისე ყველგან დაყვებიან, ამოწმებენ, თუნდაც გაუშვი სადღაც ხო და ენდე და უთხარი რომ დარწმუნებული ვარ რომ იქ შენ არაფერი ჯერა შენი, სულ ეს სიტყვებიც უნდა გაიგონოს ბავშვმა მშობლისგან, რომ მე მჯერა შენი. ესეც აუცილებელია თვითონ სიტყვა, მარტო საქმით კი არა, აი სიტყვებითაც, რომ მე მჯერა შენი. გენდობი. და ბოლო მე-17 წესი ესეთია, თუ ბავშვი გარემოცულია მეგობრული დამოკიდებულებით, მან იცის, რომ სამყარო ეს მშვენიერი ადგილია. ნუ საოცარი სიტყვებია თვითონ ეს სიტყვები, რომ საერთოდ ბავშვმა კი არა უკვე ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ სამყარო ეს მშვენიერი ადგილია სადაც ყველა რესურსია ყველა ადამიანისთვის და სამყარო ჩვენს მიმართ მეგობრული და კეთილგანწყობილია ეს ყველა ადამიანს უნდა ჯეროდეს და თურმე ეს რო გჯეროდეს ამის საფუძველი ყველაფერი იყრება ბავშვობაში იმითი რომ აი რითი მეგობრული დამოკიდებულებით რომ შენ ოჯახში, მშობლებისგან, ოჯახის წევრებისგან, სულ დაბადებიდან გქონდა მეგობრული დამოკიდებულება. როგორც მეგობარს, როგორც პიროვნებას ისე გექცეოდნენ და შენ რო იზრდები, შენთვის სამყარო აღქმაში არის მეგობრული. არ არის შენთვის სამყარო მტრული გარემო და ეს ითვლება ფსიქოლოგიაში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად, როცა ადამიანისთვის სამყარო არის მტრული. იმიტომ რატო ეს პრობლემა? იმიტომ შენ თუ ასე აღიქვამ სამყაროს, აუცილებლად მიიღებ მტრობას. ანუ შენ რასაც ასხივებ, მხოლოდ იმას იღებ სამყაროდან და შენ თუ ასხივებ იმას, რომ სამყარო შენს მიმართ მეგობრულია, კეთილგანწყობილია, სულ ამას მიიღებ. ანუ შენგან რაც მოდის, შენ რასაც უშვებ სამყაროში, მას იღებ. და აი როგორი მნიშვნელოვანია და თუნდაც აი ამის გათვალისწინებით ხა ეს ყველა მარიცის რომ ეს თურმე როგორ მოქმედებს თელი ცხოვრება მე ბავშვზე და როგორ ძერწავს თელ ცხოვრებას. ძალიან დიდი მადლობა ნინო ესეთ კომპაქტურად და ესე მშვენივრად ჩამოაყალიბეთ მართლაც უმთავრესი წესები და მეც მინდა დავამატო ნამდვილად ბავშვი არის პიროვნება ჩასახვის მომენტიდან და ის პატივისცემას იმსახურებს. ის იმსახურებს რომ მას განიხილავდნენ, მას ეკითხებოდნენ და მას პატივს სცემდნენ. და საერთოდ ნებისმიერი ადამიანი ამას იმსახურებს და მე უბრალოდ აქ მინდა მეც შემო რაღაც ინტერვენციის სახით ჩემი აზრით დავაფიქსირო, იმიტომ რომ ზოგჯერ ეს არის აბსოლუტურად ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ასე ვთქვათ, ნაშრომი და ნაფიქრი, რომელიც მთლიანად დგას ქრისტიანობაზე.
ანუ ძალიან გავს ქრისტიანობას და ასე გაზრდილი ბავშვი არის ლაღი, არის მშვიდობიანი, მართლაც ენდობა სამყაროს და ქრისტიანობა არის პრინციპში არჩევანია, მე უკვე შინაგანი, მან უნდა იპოვოს ღმერთი და აი ეს ვთქვათ, თუ გონია ვინმეს რომ თუ ბავშვი აქებს ქცევას შეაქებს ის ბავშვი მე თავგასული გამოვა, მე ვთქვათ ამპარტავნება და აეუფლება ან რაღაც ესეთი. მე მინდა ჩემი აზრი ვთქვა, რომ არ არის ესე. ბავშვმა თავმდაბლობა, ადამიანი თავმდაბლობას ირჩევს და დანაშაულის განცდას, რომელსაც ჩვენ უნერგავთ, მას ვაპროგრამებთ, იმას არ ირჩევს. და ეს და ცნობილია სხვათა შორის კრიმინალური ქცევის წინაპირობა ხშირად არის დაბალი თვითშეფასება. რათა დააკომპენსიროს ადამიანმა ის განცდა, რომელიც მას არაცნობიერ შეაქრო, ის არის დამნაშავე, ის მართლაც აშავებს. ანუ დიახ, ასრულებს იმ პროგრამას და თქვენ ძალიან ზუსტად და სწორად შენიშნეთ და თავმდაბლობაც, ვთქვათ, ყველაფერი ის, რაც არის ქრისტიანული სათნოებები, ადამიანი ამას ირჩევს და ადამიანი ამას ბავშვობიდან სწავლობს აუცილებლად მაგალითით, რა თქმა უნდა. და ეს მაგალითი არის მშობელი. მშობლების ერთმანეთთან ურთიერთობა, მშობლების სამყაროსთან ურთიერთობა და რა თქმა მთავარია თვითონ მისდამი რა დამოკიდებულება აქვს მშობლებს და მართლაც შესანიშნავად ესე კარგად და ესე მოკლედ და ზუსტად. რაღაც მომწონს. ხო, ნამდვილად მშვენიერი იყო, მე ძალიან მომწონს. ნინო. და ნამდვილად 6 წლამდე ითვლება, 6-7 წლამდე, რომ ადამიანის პიროვნული კარკასი ყალიბდება და მერე უკვე ზედნაშენია, ვთქვათ, მერე იმენ ემატება ღირებულებები, ფასეულობები, რა თქმა უნდა, ძირითადად პიროვნება უკვე 6-7 12 წლიდან იწყება ეს გარდატეხის ასაკი. და ხო, ძალიან მნიშვნელოვანი 6 წლიდან ეს კომპეტენტურობის განცდა, რომ მე შემიძლია ეს განცდა, რომელსაც ასევე მშობლები და მე მასწავლებლები ძალიან უმახინჯებენ ბავშვებს ხშირ შემთხვევაში. და აი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მწვავე პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, ანუ რევოლუცია. იწყება რევოლუცია ღირებულებების, ფასეულობების, ფიზიოლოგიური, ბიოქიმიური კონფლიქტი საკუთარ თავთან, სამყაროსთან და ხშირ შემთხვევაში მშობელი კარგავს ავტორიტეტს და არა იმიტომ, რომ ის არ არის ავტორიტეტული, არამედ იმიტომ, რომ ამ დროს ავტორიტეტი ჰორიზონტალზე გადის, ის თავის ანატოლებში ეძებს და ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი მშობელი მის გვერდით დარჩეს მეგობრად. და ხომ ვერ გვეტყოდით ესევე კომპაქტურად გარდატეხის ასაკის თავისებურებებს ხომ არ ჩამოაყალიბებთ? კი, შორის ძალიან საინტერესო ის სქემა არის. 3 ეტაპად დაყვეს გარდატეხის ასაკი და მოკლედ მინდა, ძალიან მოკლედ დროც მედის მას არიძლევა საშუალებას, რომ თითოეულ ეტაპს შევეხოთ, რაც ფაქტურად ყველა ბავშვს ეხება, მეტნაკლებად იქ ხასიათობრივი თავისებურებების, ტემპერამენტის გათვალისწინებით, თუმცა მეტნაკლებად ყველას ეს 3 ეტაპი ეხება. პირველი ეტაპი ეს არის პროტესტის ეტაპი. სადღაც გარდატეხის ასაკი გოგონებს ცოტა უფრო ადრე ეწყებათ, სადღაც 11 წლიდან, ბიჭებს ცოტა უფრო გვიან, სადღაც 12. ეგეც ინდივიდუალურია, მაგრამ ითვლება, რომ გოგოებს ცოტა ადრე ეწყებათ და ბიჭებს ცოტა გვიან და გვიან უმთავრდებათ. ნახეთ, პირველი არის პროტესტის ეტაპი. რამდენიმე წელი გრძელდება და ყველაფერს აპროტესტებს ბავშვი, აბსოლუტურად. აი ჯინაზე აკეთებს, თუ იცის, რომ თქვათ სიტყვაზე შენ არ მოგწონს, რომ აცვია, თქვათ წითელი შარვალი, სპეციალურად ჩაიცმევს. რო იცის, რომ შენის მუსიკა რომელიღაც არ მოგწონს, სპეციალურად ხმამაღლა იმას მოусმენს. სპეციალურად რო იცის, რომ არ გინდა რომ თმები შეიღო, აი შეიღება. ანუ პროტესტი ყველაფერს აი სპეციალურად რო იცის, რომ შენ რაღაც არ მოგწონს, უფრო ჯინაზე აკეთებს. განახლებული ნეგატივიზმი. ხო. და ის ღირებულებები, რაც მიღებული აქვს მანამდე, ჩაყრის ნაგვის ყუთში, თლიანად. ამასაც აი როგორც გიწვევს პირდაპირ რა. ამაზე არ უნდა კონდეს მწვავე რეაქცია მშობელს, იმიტომ რომ აი ამ პერიოდშია, რომელსაც პროტესტის ეტაპი ქვია. და იქაც მეგობრულად, რაღაცა გაგებით, რომ რაღაცა რომ მესმის, ან პირდაპირ გიხდება ეს წითელი თმები, თუ არ ვიცი, რაღაცა მეგობრული მიდგომით, ხო? არავითარ შემთხვევაში რომ გატეხვით ბავშვს, რომ არა ეგრე არა და აი რო იციან ხოლმე, რომ არა შენსაც არ გაგატანიებ და ამ დროს გარბიან ბავშვები სახლიდან და მთელი ისინი მოყვება ხოლმე. მერე აუცილებლად ეს რამდენიმე წელიწადში მთავრდება და მერე გადადის უკვე სხვა ეტაპი, სადაც ეს მეორე ეტაპი არის უკვე საკუთარი თავის გაცნობა აინტერესებს, შეიცნოს თავისი თავი და
უკვე ნახეთ როგორ არის, უკვე იმ მუსიკას კი არ უსმენ სპეციალურად, რაც იცის, რომ შენ არ მოგწონს და მაინდა-მაინც იმას ჩართავს. არა, უკვე ეძებს იმ მუსიკას, რომელიც თვითონ მოწონს და აინტერესებს რა მოწონს. ანუ ის გაიარა უკვე, გაპროტესტება. ნახეთ და უკვე ეძებს, აი თვითონ როგორი გემოვნება აქვს, აი მართლა რომელი ფერი მოწონს, როგორი მუსიკა მოწონს, როგორი მხატვრობა თუ პოეზია თუ არ ვიცი, ასე შემდეგ. უკვე ძალიან აინტერესებს საკუთარი თავი და ამასაკში სხვა შორის ამ ეტაპზე ხშირად ითხოვენ ხოლმე ფსიქოლოგთან მისვლას და პირდაპირ მარტო მაგ შეკვეთით მოდიან, რომ აი როგორი ვარ მე, აბა რამე ტესტი გამიკეთე. ხშირად არის ჩვენთანაც მოყავთ და ძალიან კაია მაგ დროს რომ ისარგებლო შემთხვევით და ფსიქოლოგთან ურთიერთობა შედგეს, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად აი ჩვენ გვეუნებიან ხოლმე, რასაც მშობლებს ვერ ეუნებიან და უკვე სწორ მიმართულებას ვაძლევთ ხოლმე და აი ეს კარგია რომ მაგ ეტაპზე თუ იტყვის ბავშვი რომ აი წამიყვანე ფსიქოლოგთან მე გავიგო როგორი ვარ, რომ ეს გამოიყენოს მშობელმა და რაღაცა იმიტომ რომ მშობელი აღარ არის ავტორიტეტი გარდატეხის ასაკში, უფრო თანატოლია ავტორიტეტი ან ვიღაც ვარსკვლავი თუ მომღერალი თუ ასე შემდეგ სხვაგანა ეძებს, ხო, მშობელი აღარ არის ავტორიტეტი და კარგია ხოლმე მაგ დროს რომ თუ აი დაამყარებს ესეთ გახსნილ ურთიერთობას ფსიქოლოგთან, მე რასაც მშობელს ვერ ეტყვის, შეიძლება ის რაღაც სწორი მიმართულება მიიღოს ფსიქოლოგისგან. და აი ეს უკვე ძალიან ისეთი უკვე საერთოდ ახლა რა ხდება გარდატეხის ასაკში, ნახეთ, მთავარი რა არის, რომ არის ჰორმონალური აფეთქებები, პირდაპირ სხეული თხოვს ბავშვს მძაფრ შთაბეჭდილებებს, იმიტომაც იწყებენ მაგ ასაკში ნარკოტიკს თუ სმას თუ ასე შემდეგ სიგარეტს და აი პირდაპირ თხოვს სხეული მძაფრ შთაბეჭდილებებს, ხო? და ეს მძაფრი როგორც წესი ყველაზე იოლი რა არის, რომ უცბად დალიო, ან უცბად რაღაცა მიიღო და რაღაცა, ხო? ამ ხრივად ძალიან ისეთი სახიფათო პერიოდია, ხო? და აი ეს მეორე ეტაპი, რასაც ვიძახი, რომ თავის შეცნობის, ხო? აქ თუ სწორი მიმართულებით წავიყვანეთ, იგივე თუ მიხვდა, რომ უნდა ვთქვა თხილამურების სამთო ეს სპორტიც მძაფრი შთაბეჭდილება, ოღონდ უკვე ეს სწორად მიწოდებული და ჯანსაღი და არა ჯანსაღი გზით რაღაცა მიღებული თრობა თუ ნარკოტიკული რაღაც ისა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლა რა აინტერესებს, იგივე ვთქვათ ხატვა. არ არის მძაფრი შთაბეჭდილება, შენ რო ნახაც შენი ხელით რაღაცა გამოგივა და ხო? ანუ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სწორი მიმართულებები მივცეთ და აი სწორი გზით, ჯანსაღი გზით დაიკმაყოფილოს ეს რაც მასაკს ახასიათებს და ამ მეორე ეტაპზე, იმ პირველ ეტაპზე ხო რო ვთქვით, რომ ჩაყარა, ნაგვიზყუჩი, ის ღირებულებები, ფასეულობები, რაც მიღებული აქვს ოჯახისგან, თვითონ იღებს უკან, ოღონდ თავის თავში გამოატარებს იმას. და უკვე ის კი აღარ არის სხვისგან მიღებული, თვითონ უკვე ამბობს, რომ ხო ეს ჩემია. ოღონდ კი არ ამბობს, კი არ აღიარებს იმას, რომ ხო შენ მასწავლე. კი, რა თქმა უნდა, შენგანაა აქ მიღებული, მაგრამ უკვე თავის თავში გამოატარა. ესეც უნდა ვაცალოთ, ესე იგი იმ პირველ ეტაპზე არ უნდა იყოს ამაზე ჭხუბები და კონფლიქტები, რომ ეს როგორ ეს ღირებულება რაღაცა რომ არ უნდა შეეშინდეს მშობელს, არ უნდა ეგონოს, რომ დაიღუპა და ეს სამუდამოდ ასე იქნება. აი გავას უცოტა 2-3 წელიწადი თქვა და რა თქმა უნდა იმ ღირებულებებს არ იკარგება ის, რაც ოჯახიდან არაფერი არ იკარგება. აი ეს ხშირად ეშინიათ ხოლმე მშობლებს, რომ დავიღუპე, ეს ყველაფერი დაიკარგა, წყალში ჩაიყარა, არ იკარგება არაფერი. უბრალოდ აი ეს გაპროტესტების ეტაპშია და ცოტა ისეთი მიდგომა უნდა რბილი, მეგობრული, გაგებით გაუგო თანაგრძნობა, თანადგომა. ხო, აი ეს მეორე ეტაპი, ანუ საკუთარი თავი აინტერესებს უკვე. როგორია ისა? მესამე ეტაპი უკვე არის, რომ შეუძლია სხვისი მოსმენა. აი აქ უკვე ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ უნდა მიხვიდე იმ მესამე ეტაპამდე მშვიდობიანად, ხო? ეს კონფლიქტებით და ოჯახიდან გაქცევით და ძალიან ხშირია შემთხვევები, რომ სახლიდან გარბიან. და თვითმკვლელობები ძალიან დიდი რიცხვია, როგორც ვიცით, სამწუხაროდ, ხო? მთელ მსოფლიოში ეგრე ეს არ არის მარტო ჩვენთან. ამიტომ ეს მაქსიმალურად მშვიდობიანად ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ მივიდეთ იმ მესამე ეტაპამდე, სადაც უკვე შეუძლია სხვისი აზრის მოსმენაც, მიღებაც, მშვიდი მსჯელობა რაღაც თემებზე, აღარ არის მარტო პროტესტში გაჭედილი. აი რა არის კიდე საშიში ამ ასაკში, ნახეთ, რომ
იმ პროტესტის პერიოდში თუ ვერ შეუწყვე ხელი და ზედმეტად გაიჭედა ადამიანი, შეიძლება მთელი ცხოვრება დარჩეს ამ ასაკში და ამ პროტესტში გადაერდე. და მე სულ აპროტესტებდი, სულ ქუჩაში იდგეს რაღაცას ანუ შეიძლება ქუჩაშიც არ იდგეს და იმაზე, მაგრამ უკვე შინაგანად დარჩა ამ პროტესტში და ფაქტიურად პროტესტის ენერგიით არ არის ეს პოზიტიური ენერგია, ხო? დამანგრეველი ენერგია და ვერ რეალისტები ის რაც ჩადო შენში ღმერთმა ვერ რეალისტი, ანუ გაიჭედე იმ რაღაც პროტესტის ასაკში. ამიტომ ძალიან სიფრთხილით, ძალიან ისეთი მიდგომა უნდა ამ დროს, რომ ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ და რაღაც ნარნარად და ესეთი თითქოს დინებაში ისე გაიაროს ბავშვმა ეს ეტაპები. მადლობა ადვილი სათქმელია, ალბათ არ არის ადვილი გასაკეთებელი მშობლისთვის, იმიტომ რომ შვილი ძალიან დიდი ემოციაა და ერთმა სასულიერო პირმა მითხრა და ძალიან მომეწონა, რომ გარდატეხის ასაკი რომ გავსო აღელვებულ ზღვასო და იქ შესული ადამიანიო იბრძვისო ამ ტალღებსო და თუ გადარჩაო, მე ის უკვე კაცად შედგებაო, ეს თუ გადარჩა არის ძალიან სერიოზული კითხვა ადამიანისთვის, იმიტომ რომ აი ამ პერიოდში, როდესაც მას ეწყება ყველაზე დიდი გაჭირვება, თურმე ამბობენ ეს სპეციალისტების, ფსიქოლოგების ადამიანს ადგას მაგ დროს. ყველაზე ძალიან საერთოდ კრიზისები არის მამოძრავებელი. ძალა ზოგადად და კრიზისი არის ისაც ადამიანს ანვითარებს, ადამიანს სხვა დონეზე გადაიყვანს და ძალიან კარგად თქვით თქვენ რომ თუ ჩარჩაო, თუ გაფიქსირდა და ფიქსაცია მოხდა ამა თუ იმ კრიზისულ პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს ფიქსაცია მას ამ როლში შეიყვანს და შესაძლებელია რომ მთელი ცხოვრებაც აღმოჩნდეს პუბერტატის ასაკში და ძალიან საშიში და მნიშვნელოვანია ამ დროს სწორედ ნარკოტიზაცია, ალკოჰოლი, იმიტომ რომ ჩემი დაკვირვებით რა ასაკშიც ადამიანი ამას იწყებს, ზოგჯერ იმ ასაკში რჩება განვითარებით და შეიძლება 60 წლის იყოს, 50 წლის, მაგრამ აი რაღაცა ქუჩაში როგორც 18 და 17 წლის ასაკში იდგა, იგივე პატერნი კონდეს ქცევითი. და თითქოს აკონსერვებს აი ძალიან ცუდი გაგებით ადამიანს, ანუ განვითარების შეფერხება ხდება, როგორც კი ადამიანი ავად მოიხმარს საკუთარ თავს და საკუთარ ჯანმრთელობას და აი ეს ძალიან ყურადსაღებია და აქ შეიძლება მარტო ოჯახი ამას ვერ გაუმკლავდეს, იმიტომ რომ დღეს გარემო ამას აწვდის და გარემოში არის სამწუხაროდ ძალიან თავისუფლად ეს და მინდა ვთქვა, რომ წახალისებულიც არის მედია საშუალებებით, უფროსების მიერ. მე მახსოვს ერთხელ აი ესე არ ვიცი, მგონი სალონში დედები საუბრობდნენ ესე თან რომ ფრჩხილებს იკეთებენ და თმებს ივარცხნიან, რომ და არა უშავს ახლა მარიხუანას, მე რა მოხდა, დიდი ამბავი ვინ არ ეწევა და ისე გამიკვირდა რომ აი ესეთი დამოკიდებულება, უცოდინდრობის გამო თორე როგორ შეიძლება ხა იცოდე და მაგას ამბობდე, ხო, რას იწვევს. სწორედაც რომ ამ ასაკში შეიძლება დაიწყოს ადამიანმა. და მაგასაკში დაწყება არის ძალიან საშიში სწორედ. კი, ეხა ამის წინ შემთხვევა მქონდა, გოგონა მოიყვანეს გარდატეხის ასაკში ზუსტად და ყვებოდა რაღაც ისტორიას, ამბებს თავისას და აი გავოგონდი, ნამდვილად არ მეგონა თუ უკვე ესეთი სიტუაცია იყო, რომ ექსკურსიაზე წავედით სკოლიდან. სადღაც იყო ალბათ მე-9-10 კლასი. და ყველა მგოგოებმაც და ბიჭებმაცო, ეს მარიხუანა მოიხმარეს, მარტო მე ვიყავი ფხიზელიო. აღარ მინდაო ეგრეო. ეს გადამიყვანონ სხვა კლასში, ხა სხვა კლასშიც დაახლოებით ალბათ ეგეთი სიტუაცია, მე არ ვიცი, მაგრამ მე შემძრა ამ ამბავმა, იმიტომ რომ არა, ნამდვილად არ მეგონა. ხო, თუ ესეთი სიტუაცია იყო, არ ვიცი. იცით რატომ? იმიტომ რომ სარეკრეაციო მოხმარებისთვის გამოიყენებაო, ესეთი ჩამოწოდება არის და ადამიანი ხო ძალიან შერჩევითად არის ამართლიანი და შერჩევითად ისმენს ინფორმაციას, რაც მას აი მომენტში აწყობს და რაც მას აი და რა მოლოდინებიც აი თქვენ კარგად თქვით, ჩვენი მოლოდინები განსაზღვრავს შედეგებს. რა თქმა უნდა. და თუ უყალიბდება ეს მოლოდინი, რომ ვთქვათ ახლა გასართობად კაია და ერთადერთია ლამის არის და უფრო მეტიც რომ განვითარებისთვის არის კარგი და ასე შემდეგ. ეს არის საუკუნის ტყუილი შეიძლება ითქვას, დღეს რაც მიეწოდებათ ამ ბავშვებს, ამ ახალგაზრდობას და ხანდახან
მათთან ურთიერთობაში მეც ვფიქრობ, რომ აი რამდენი სამუშაოა საჭირო მშობლებთანაც და ბავშვებთანაც და მოზარდებთანაც, რომ აი სწორად გააკეთონ არჩევანი. ხო თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. მე ვთვლი, რომ სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს მედიის ანალიზი, რომ აი როგორი ხერხები არის, როგორც თუნდაც ის კაზინო, რა ხერხებით, აი ეს რომ გაიშიფროს, რომ პირდაპირ კი არ მიიღოს ეს გაუფილტრავად ბავშვმა, რომ იცოდეს, რომ აი იქ რა ხერხებით ხდება ფსიქიკაზე, როგორი ზემოქმედებით, რომ მოგანდომონ თუნდაც იქ თამაში, იქ სადღაც რაღაც ხო, ესეთი ხო, და ეგ კიდევ მეორე უბედურება, რაც გვჭირს თამაში, რომელიც არის ბავშვის ქცევა და არის პოზიტიური თავისთავად, ახლა და ბავშვისთვის არის შესანიშნავი და განვითარებისთვის აუცილებელი. აი ესე ჩამოწოდებული, რომ ამით ნახეთ რა არის, უშრომელად შეიძლება ადამიანი გამდიდრდეს და გახდეს ერთშვენიერ დღეს ბედნიერი ბჭყალებში, ხო? რაღაც ბედნიერებასთან ხო ასოცირდება ეს. ეთნოფსიქოლოგიაც ხო გასათვალისწინებელია. ყველა ერთს რაღაც თავისი სისუსტეები აქვს, ასე ვთქვათ, და ეს ქართველებში არის რაღაც ეს ამპარტავნებისკენ მიდრეკილება, ვთქვათ, ვერცხლის მოყარეობისკენაც, ხო? და ესეც ყველაფერი ხო გასათვალისწინებელია, პირდაპირ ხო არ შეიძლება რაღაც უცხოეთიდან გადმოვიღოთ. ეთნოფსიქოლოგია ძალიან დიდი მნიშვნელობა. იცით რა არის, არც უცხოეთი ამ ხრივ კარგ დღეში, ხა ადამიანი ყველგან ადამიანია, მე ხა და განსაკუთრებით ეს ჩვენი მოზარდები ან შემდგომში ახალგაზრდები რომ მიდიან იქ და პირდაპირ ეჯახებიან, ვთქვათ, ესე ბჭყალებში თავისუფალ გარემოს და სხვა შორის მაგ წასვლაზე კარგია რომ ეხლა ახსენეთ, არის ესეთი დასკვნა დადებული ფსიქოლოგების, რომ არ ურჩევენ 20 წლამდე რომ გავიდეს თავისი სამშობლოდან. აი მე ვთქვათ ბაკალავრიატი დაამთავროს, იქ სადაც გაიზარდა დაიბადა და მე უკვე მაგისტრატურა და ის სხვა ასაკია. არ ურჩევენ, იმიტომ რომ ჯერ ერთი კულტურულ შოკს იღებს. რაც არ უნდა შენ ინტერნეტით იგიცნობდე, მაინც კულტურულ შოკს იღებს სხვა ქვეყანაში რო ჩადიხარ. ეს უკვე შოკია, ხო? და ეს ნაფერები ბავშვები, უდედო თუ მამო თუ ბებიო თუ უმეგობროდ, ჩვენ ხო მეგობრობის გარეშე არ შეგვიძლია ეს ეთნოფსიქოლოგია ძალიან გასათვალისწინებელია და მე ძალიან ბევრი მქონდა პრაქტიკაში, რომ იქ წასულები განარკომანდნენ, ფსიქიური ისიც დაემართ, ნევროზე აღარ არის ლაპარაკი. ანუ ძალიან ბევრი შემთხვევაა და ეს ძალიან გასათვალისწინებელია. ნამდვილად, იმიტომ რომ საერთოდ 21 წლისთვის ნადრეული სიყმაწვილის მთავრდება და სადღაც 24 წლისთვის უკვე მთლიანად გვიანი სიყმაწვილე და 25 წლიდან დასრულობაში შედის. აი 21-22 წლიდან ადამიანს აქვს უკვე რესურსი, რომ შეძლოს ადაპტირება და იმიტომ მანამდე ვინც ახერხებს ადაპტირებას, ის ძალიან დიდ ფასს იხდის ამაში. კი. და ეს ფასი არის ზოგჯერ ფსიქიკური ჯანმრთელობა, ზოგჯერ სხვა ჯანმრთელობა და ნერვული სისტემა ნამდვილად და რა თქმა უნდა თუ კი ამას გაითვალისწინებენ, ეს არ იქნება ორიგო, იმიტომ რომ შენ საერთოდ გარემო ადამიანზე ზემოქმედ გავლენის ფსიქოლოგია ეგ არის, რეკლამის, იქნება თუ ინფორმაცია ჩვენზე მოქმედებს. აი ერთმა სადღაც თქვა რომ 5 წელი ადამიანი არ გინახავს, ნუ იტყვი რომ ვიცნობ, იმიტომ რომ რა ვითარებაში იყო და რა დაემართა მას შეიძლება თვითონაც არის ის არა თუ შენ და მით უმეტეს ახლა ამ ასაკში. იმიტომ რომ არავინ არის დაზღვეული რომ არ დიდ ასაკში, იმიტომ რომ არასწორი მიმართულებით გაზდა განვითარება და იქ უამრავი ფიქსაციები, რომელიც მოყვება ბავშვობიდან და პრობლემები, იმიტომ რომ კოპირება ხდება, პირდაპირ copy paste-ით ხდება გადმოღება რაღაცა პატერნები ქცევითი, არაცნობიერში არის და იქ რა პრობლემას, რისი მანიფესტირება შეუძლია, ამის წინასწარ განსაზღვრა ზოგჯერ ძალიან რთულია. მაგრამ ნუ როგორც იტყვიან, ვინც თავს უფრთხილდება, ღმერთიც უფრთხილდება, ხო? ჟანდავა ბოგბირი. ნამდვილად ეს რაღაცა თვითონ ძალიან დიდი წყალობაა ის, რომ ადამიანი ცოცხალია, რომ სხეულშია, რომ დედამიწაზეა და ძალიან დიდი მადლიერება მართებს მას ამისთვის. ძალიან. ყოველი დღე საჩუქარია ღმერთის და ეს სხვათა შორის კაიეროს თემას ვახსენეთ, ესეც ჩვენ ბავშვობიდან უნდა ეს გზავნილი სუმიდიოდეს ბავშვთან. რომ აი კიდე ერთი დღე გათენდა, რამდენი რამე შეიძლება მოასწრო, გააკეთო. ხო, აი რისი თქმა მინდოდა ეხა კიდე გამახსენდა, რომ აი განსაკუთრებით კომუნისტების დროს ჩვენ რო პატარები ვიყავით, რატომღაც იყო ესეთი ტენდენცია, რომ შვილი არ უნდა შეაქო.
რომ ტრად გაზარდე მოყარეთ გამოგადგება, მაგრამ ეს არასწორად ესმოდათ. ტრად გაზარდე მოყარეთ გამოგადგება რას ნიშნავს, რომ ყველა ასაკში ააღებიო იმ ასაკის შესაბამისი პასუხისგებლობა. თქვა 3 წლის როა და უკვე შეუძლია ფეხსაცმელი თვითონ ჩაიცვას, ხო? უნდა ჩაიცვა, შენ აღარ უნდა ჩააცვა. რაღაც ასაკში თვითონ რო კოვზით ჭამა შეუძლია, თუნდაც დაისხას და დაიღვაროს გარეცხავ იმას, ხო? თვითონ უნდა ჭამოს. აი ეს არის მტრად გაზარდე მოყარი, რომ ააღებიო და მიაჩვიო პასუხისგებლობის აღება. აი ეს და ადრე ხან აღარ მომისმენია ესეთი, მაგრამ ადრე ძალიან იყო ეს ტენდენციები, რომ არ შეაქო ბავშვი პირიქით, აი გეუბნებიან რომ შეაქე. შეაქე ქცევა, წახალის, ეს არის წახალისება. აუცილებელია. მე თუ მაღიარებენ და მე თუ შემიქებენ ქცევას, მე ვეცდები კარგად მოვიქცე და ნახეთ რა არის, თუ ადამიანი მარტო მაშინ აქცევს ბავშვს ყურადღებას, როცა ის ცუდად იქცევა, რას სწავლობს ეს ბავშვი, რომ ცუდად მოიქცეს, რომ ყურადღება მიიპყროს. და მისთვის უკვე ზოგჯერ სულ ერთია, ოღონდ მშობელმა ყურადღება მიაქციოს. და ერთადერთი გზა ეს არის, რომ დასაჯონ ამ კუთხეში დააყენონ, მაგრამ სხვანაირად ვერ მოახერხა კომუნიკაცია და ესეც ხო ჩვენ ვასწავლეთ, აი ამ არაჯანსაღი ან იგნორით, ან თქვათ კრიტიკით და ლანძღვაგინებით. რომლითაც გონია, რომ ეს რაღაცა მიყვარხარ და მაგუფლება. ხა მას ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს, მაგრამ თავისუფალი ნება გვაქვს, თავისუფალი ნება ეს ღმერთმა მოგცა, მაგრამ როგორ გამოიყენებ, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და იმ ადამიანის ისეთი დაზიანებაა შესაძლებელი, იმიტომ რომ ბავშვს საერთოდ არ ესმის არც ხუმრობა, არც რაღაცა ის მასხარაობა, რომელიც ზოგჯერ აი რაღაცნაირად ერთობიან უფროსები და ისეთ რამეს ეუბნებიან, რომ მთელი ცხოვრება შეიძლება მას შიში გაყვეს. ისე რომ არც იცოდეს რატომ ეშინია და რისი, თუმცა გაიზარდა, თუმცა ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ მაინც და ეს შიშები, ეს ფობიები, ეს შემდგომში რაც არის, ხშირ შემთხვევაში არის ზუსტადაც რო ბავშვობიდან და მშობლის შიშებიც გადადის. ტრანსფერდება და ასევე მშობლების გაყრა, კონფლიქტი იწვევს უსაფრთხოების ჩამოშლას და საბაზისო უსაფრთხოება დაერღვა უკვე. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე რამდენად მნიშვნელოვანია, მე აი აქ მინდა გავიდე თვითონ ოჯახის შექმნა და ოჯახში სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა, რომ იყოს მთავარი მოდელი ქცევის, რომ ამ ასე სუნთქავდეს ოჯახი, ესეთი ფონი იყოს, ესეთი კონტენტი იყოს, იმიტომ რომ აი მაგალითად თქვენ კარგად შენიშნეთ, ის მაგალითი მე მთელი დღე მობილურში ვიყო და ჩემ შვილს უშლიდე და მინდოდეს რომ მან წიგნები წაიკითხოს, არ გამოვა ესე. მშობელი ეწევა და შვილს უბრძალავს რომ მოწევა არ შეიძლება, არც ეს არ გამოვა. იმიტომ რომ ბავშვი სწავლობს პირდაპირ ასაც ხედავს მის კოპირებას აკეთებს. ჩვენ ვიტყუებოდეთ და ბავშვს ვეჩხუბებოდეთ, რატო იტყუებოდეთ, არც ეგ არ გამოვა. შესაბამისად, ყველაფერს ჩვენ ვასწავლეთ ჩვენ შვილებს. კარგსაც და ცუდსაც და აქედან გამომდინარე ჩვენც თვითონაც გასაზრდელები ვართ და თვითონაც ბევრი რამე გვაქვს გადასახედ, ბევრ რამეს უნდა გადავხედოთ და ბევრი რამე უნდა შევცვალოთ და მე პირადად ჩემმა შვილებმა ბევრი რამე მასწავლეს და ნამდვილად და საერთოდ ბავშვები გვასწავლიან და ხშირად დღესაც მინდება ხოლმე რომ დაუბრუნდე და ბოდიში მოუხადო ზოგჯერ რაღაცის გულისთვის შეიძლება მათ აღარც ახსოვთ, მაგრამ მაინც და ეს არის ალბათ ცხოვრება და ადამიანმა სულ უნდა ისწავლოს და აღიარების არ უნდა შეგვეშინდეს, რო ხო? გამახსენდა ცხოვრებაზე ფროიდის სიტყვებია, რომ მშობლები რო არ არსებობდნენ, ფსიქოთერაპია არ იარსებებდა, მაგრამ მშობლები რო არ არსებდნენ, ხო სიცოცხლეც არ იარსებებდა, ხო? და ამითია საინტერესო ეს ცხოვრება, რომ აი ეს ყველაფერი უნდა გავიაროთ, გავიზარდოთ, პიროვნება ჩამოვყალიბდეთ და აი ეს არის, აბა ისე და ერთ რამეს დავამატებ, ნინო, თუ ჩვენ მშობლებს რამე ეშლებოდოთ და ესე გვსდიდნენ მტრად და მოყვარეთ გამოვადგებოდით, რომ დასრული მაშინ არის ადამიანი, როცა მშობელზე აღარ ბრაზობს, როცა მშობელს იღებს ისიც როგორც არის და ხვდება, რომ ის ამას აკეთებდა მხოლოდ კეთილი განზრახვით, სიყვარულით და მან ესე იცოდა და ესე ეგონა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ
ადამიანს აგრესია არ გაუჩნდეს მშობლის მიმართ, იმიტომ რომ ის მეხუთე მცნება, ერთ-ერთი მთავარი მცნებაა, კაცობრივ მცნებათა შორის პატივი ეცი მამას და დედას შენსას. თან განმარტებულიც არის, რატო უნასწე პატივი, რომ დღეგრძელიც იყო და კეთილად იცხოვრო და ეს არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი. აი იმ პროტესტის დროსაც რაც ადამიანს უჩნდება, რომ ეს პროტესტი არ დარჩეს მთელი ცხოვრება, ეს მის ცხოვრებას დაანგრევს. რა თქმა უნდა, ამანგრეველი ენერგია. სრულად პირველ რიგში მას ანგრევს და რა თქმა უნდა, მე ყველა ზარავდება მის გარშემო. და კიდე ის მინდა ვთქვა, რომ კალაპოტი აუცილებლად ჭირდება ბავშვს, იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის ისევე აფუჭებს ზედმეტი თავისუფლების მიცემა ბავშვს, როგორც ზედმეტი შეზღუდვები და ჰიპერმზრუნველობა. იმიტომ რომ ნახეთ, ვერ იტევს ბავშვი ამ ზედმეტა, როგორც მდინარესო, კარგი მეტაფორაა ძალიან, როგორც მდინარესო. მდინარე თავისუფალია, მაგრამ კალაპოტი აქვსო, ჭირდება კალაპოტიო, თუ გადმოვიდა კალაპოტიდან იკარგება. ასევე ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, ოღონდ კალაპოტში. ამ კალაპოტს აძლევს ეს სწორი აღზრდა. ზუსტად ზედმეტ თავისუფლება არაფრით არ შეიძლება რომ მივცეთ, იმიტომ რომ ხშირად აი ტირანიისკენ მიდიან მერე და ყალიბდებიან როგორც ტირანები და მოკლედ ძალიან ცუდი მიმართულება. არა, ზედმეტი თავისუფლება არ არის თავისუფლება. თავისუფლება არის არჩევანი. ის თავ აშვებულობაა, იმიტომ რომ როდესაც არ არის აკრძალვა და არ არის არჩევანი, ის არ არის თავისუფლება. თავისუფლება გადის აკრძალვებზე და ეს აკრძალვა ოღონდ ყველასთვის უნდა იყოს, რაც შენთვის არ შეიძლება, ჩვენთვისაც არ შეიძლება. რაც ზოგადად არ შეიძლება, ის არც ჩვენთვის შეიძლება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ესეთი შერჩევითი რომ მე დიდი ვარ, შენ პატარა ხარ, ჩვენთვის შეიძლება და თქო, შენთვის არ შეიძლება, ეს უსამართლობის განცდას ბადებს ადამიანში და იცით, ბავშვი არ არის მზად იმისთვის, რომ თავის ჭკუაზე იაროს. ერთი ესეთი შემთხვევაც იყო, ალბათ გახსოვთ, ავტობუსში დგას ბავშვი, ღია კარებში და დედა ელაპარაკება ვიღაცა გვერდზე მსდომს და ბავშვი ფიქრობს, რომ მას რო უყვარდა, მეტყოთა რომ გამოიცი. ანუ ხო, აი მახსოვს. ანუ ეს მომენტიც არის, რომ ხო, ჩვენ არ ნიშნავს ამის მიცემა, რომ ხო, რაც უნდა ისაკეთოს და დღევანდელობაში ამ ლიბერალურ, ულტრალიბერალურ სამყაროში აბსოლუტურად დამახინჯებულად არის თავისუფლების მცნება, რომ რაც გინდა ისაკეთე, რაც მოგინდება და მოგეპრიანება ისაკეთე და ეს არის თავისუფლება მორალისგან. და მორალისგან თავისუფლება კი რაც არის, ახლა ამაზე ეგ არის მდინარე უკალაპოტოთ, იკარგება. იკარგება ადამიანი, იკარგება პიროვნება და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა, რომ ამ თემასაც შეეხეთ და ნამდვილად ეს ზოგადად აკრძალვებიც და არჩევანიც უნდა ქონდეს და აი ეს თავისუფლება, რომელიც მშობელმა უნდა მისცეს ბავშვს, მშობელს უნდა აწყობდეს ის ყველა არჩევანი, რასაც ბავშვს აირჩევს, იმიტომ რომ მშობელი ამ შემთხვევაში ზუსტად რო კალაპოტია. ზუსტად, ძალიან კაი მეტაფორა. მშვენიერი. ნინო, ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო ძალიან თქვენთან საუბარი. მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემა დასრულდა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.